დრაკონული კანონის აღსრულებას და ბიძინა ივანიშვილის დაავარების შესრულებას გელა გელაძის უწყება პრაქტიკა აჩვენებს, რომ დილის 11 საათიდან იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნადირობას აცხადებენ ევროპული მომავლის მცველებზე იმ ხალხზე, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას, მიდიან მართან სახლებთან უსაფრდებიან, აკავებენ და მოყავთ საქალაქო სასამართლოში. დაკავებას ელოდება დღეს რეჟისორი გიორგი თავარდქილაძეც, რომელიც გუშინ პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა და სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მანაც ისევე როგორც მისმა თანამებრძოლებმა გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. გიორგი თავარდქილაძეს ხელბორკილები პოლიციის განყოფილებაში არ დაადეს, ის ახლა სახლში იმყოფება და ელოდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მასთანაც მივლენ. თავარდქილაძე აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის წინააღმდეგობა, მნიშვნელოვანი არის სოლიდარობის ჯაჭვი, რადგან მიაჩნია, რომ თუ დღეს პროტესტ ადამიანები აღარ გამოხატავენ ქუჩაში, არ გავლენ რუსთაველის გამზირს, არ გადაკეტავენ, მალე ქართული ოცნების წარმომადგენლებმა შესაძლოა ხალხს სახლიდან გამოსვლას კი აუკრძალოთ. მე როგორც მოქალაქეს მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რომ გადავკეტო გზა. მაშინ, როდესაც მე რაღაც მაწუხებს. როდესაც სახელმწიფო მე ამას მიზღუდავს, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მართმევს მოქალაქეობას. და როდესაც მე მართმევს მოქალაქეობას, მე მინადგურებს და მიუქმებს სახელმწიფო. მე დღეს თუ აქტიურად ქმედითად არ დაუპირისპირდი აი ამ უგუნურებას, რომელიც მაუქმებს მე როგორც მოქალაქეს, მაშინ მე მივიღებ ძალიან მალე შედეგად იმას, რომ არათუ გზაზე დგომას ამიკრძალავენ, ტროტუარზე დგომასაც ამიკრძალავენ. ბოლოს სახლიდან გამოსვლასაც ამიკრძალავენ და ბრძოლა დასრულდება. და ჩვენ რომ შევდგეთ როგორც საზოგადოება, რომელიც რაღაც საბრძოლო კონტინგენტი იქნება, ამისათვის საჭირო არის სოლიდარობა. სოლიდარობა არის ჯაჭვი. ზოგადად ელოდებით რა დაკავებენ ამის ელოდებით? მე გამიკვირდება თუ არ დამაკავებენ. საქალაქო სასამართლოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები. ერთ-ერთი ბოლო თამარ თოთლაძე იყო, ვინც პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლემ 6 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივის გზის გადაკეტვის გამო. სულ 18 ადამიანი არის დრაკონული კანონის გამო ახლა სისხლის სამართლის უკეთრავ და ადმინისტრაციული წესით გასამართლებული და ციხეში გაშვებული. მათ ედავებიან ნაწილს გზის გადაკეტოს, ნაწილს სახის ნიღბით დაფაროს. ამ 18 დაკავებულიდან 6 პირი არის ქალი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლოში გადმოყვანილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი არაპირებენ ბრძოლის შეჩერებას, ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ადმინისტრაციული პატიმრობა ამოიწურება, ისინი კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდებიან. აუდიო ჩანაწერებში ნათლად ჩანდა ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშყოფი იყო უკანონოდ დაკავებული მთელი 6 საათის განმავლობაში, განიცდიდა სტრესს და აქვე ჩანდა დამკავებელი პირი აუდიო ჩანაწერში ეუბნება, რომ ის არ იმყოფება დაკავებული და როგორ შეიძლება ადამიანი 6 საათი პოლიციის მანქანაში ყავდეს, ისე რომ თან დაკავებული არ იყო. ეს გარემოებები მოსამართლეს უნდა გაითვალისწინებინა, ასევე საქმეზე არ იყო წარმოდგენილი საკმარისი და რელევანტური მტკიცებულებები და ამის გამო ჩვენ ვითხოვდით 6 მოწმის დაკითხვას, რომელიც უშუალოდ დოკუმენტებს ხელს აწერდნენ. ოქმი რაც ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადახეული ოქმი შემოიტანეს, არ ვიცი ვინ ვის დაახია თავზე და შემდგომ დასკოჩილი იყო აღნიშნული ოქმი და მოსამართლეს ვეუბნებოდი, რომ ეს ოქმი რო ფალსიფიცირებული არ არის, აღნიშნულთან დაკავშირებით მაინც დავკითხოთ თქო მოწმე, მაგრამ პირველივე წუთებიდან, როდესაც ეს შუანგომები არ დააკმაყოფილა, ჩანდა რომ გადაწყვეტილება იყო დაწერილი. არ შეიძლება მშვიდად ტელევიზორიდან, ან ინსტაგრამზე, ან ფეისბუქზე ვუყურებდეთ ადამიანებს იმის გამო, რომ თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, აი ესე პანტაპუნტით ციხეში სვამდნენ, ამას ვეგუებოდეთ და გვიხაროდეს, რომ ეს მხოლოდ 6 დღეა და არა 5 წელი მაგალითად. რადგან შენ შულს არ ეხება, ამიტომ შენ არ გეხება. არავინ არ იცის ჩვენი შვილები როდის სად მოხვდებიან და არავინ არ იცის რეჟიმს რა მოეწონება ჩვენი შვილების და რა არა. ზუსტად გაჩუმებული მოქალაქეების ხარჯზე ხდება დღეს ეს ყველაფერი. რუსთაველი რო იყოს გადავსებული, ეს ხალხი ციხეში არ წავიდოდა. ამიტომ აი ეს არის ერთადერთი მე რაც მაქვს სათქმელი. თუ ფიქრობ რომ ქვეყანა ფსკრულისკენ მიექანება, უნდა ავდგეთ და ყველანი გამოვიდა. უნდა გავიღვიძოთ. ეს ხალხი ციხეში არ წავიდოდა, რუსთაველი რო იყოს სავს.
დაკავებების სერია სავარაუდოდ განახლდება დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 ოქტომბრის აქციაზე ქუჩის გადაკეტვისა და სახის ნიღბით დაფარვის ბრალდებით 18 ადამიანი უკვე პასუხისგებაში ყავს. მიცემული ისინი სხვადასხვა იზოლატორებში არიან ახლა გამოკეტილები და იხდიან იმ სასჯელს, რომელიც საქალაქო სასამართლოში შეუფარდეს 19 ოქტომბრის და 20 ოქტომბრის აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებას კი სავარაუდოდ ახლა ახდენს. გელა გელაძის უწყება არ არის გამორიცხული, რომ საქალაქო სასამართლო დღესაც მოვლენათა ეპიცენტრი იყოს და დაკავებულები სწორედ გადმოიყვანონ სასამართლო პროცესზე იმისთვის, რომ მოსამართლეებმა ადმინისტრაციული სახდელი დააკისროს მათაც.